მთავრობა ბიზნესის წახალისებას საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით გეგმავს. ცალკეული მიმართულებების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება, ტურისტული საწარმოების მხარდაჭერა და საგადასახადო დავალიანების გადავადება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცვლილებებისა, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს. ამ სამკერვალო ფაბრიკაში იტალიური ბრენდის მონკლერის დაკვეთით ქურთუკები იკერება. პროდუქციის შემკვეთს ნედლეულის ყველა სახეობა შემოაქვს. სანაწარმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში იყიდება. მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ამ სახის საწარმოები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებიან. ადგილობრივი საწარმო, რომელიც შიდა გადამუშავების რეჟიმში მომსახურებას გაუწევს უცხოურ კომპანიას, ან თუ უკერავს ტანსაცმელს და სხვა და შემდეგ დამზადებული ტანსაცმელი გავა ექსპორტზე, მომსახურება, რომელიც გაწეული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, აღარ დაიბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საშუალებას გვაძლევს, რომ წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება. ფინანსთა მინისტრის საგადასახადო კოდექსში სხვა ცვლილებების შეტანის ინიციატივითაც გამოვიდა. მარტივდება ტურისტული საწარმო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმი. ამასთან საგადასახადო დავალიანება, რომელიც 5000 ლარს არ აღემატება, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლოა დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გადავადდეს. ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა სწორედ იქით არის მიმართული, რომ გაიზარდოს აჩელება მეტი საექსპორტო პოტენციალი, მეტი ექსპორტი განხორციელოს ქვეყანამ. დღეს გვაქვს ძალიან დიდი უარყოფითი ბალანსი ექსპორტ-იმპორტ შორის. და თუ გვინდა რომ ეკონომიკა ფეხზე დადგეს და ფეხზე იყოს, უნებრივია ექსპორტ-იმპორტი როგორც მინიმუმ გათანაბრებული მაინც უნდა იყოს. ექსპერტი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მეწარმეს საგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს, მისასალმებელია. თუმცა მისი ვეთქმით, შემამსუბუქებელი გარემოებები ყველა სფეროზე თანაბრად უნდა გავრცელდეს. უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში. არ შეიძლება თქვა გვერდ-გვერდ მომუშავე ორი საწარმო, ერთი სხვა საგადასახადო სისტემის ქვეშ იყოს და მეორე სხვა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მაგრამ რახან გაკეთდა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა შემცირდა. მე არ ვიტყოდი რომ რატომ შეამცირეთ. მე ვიტყოდი რომ ეს შემცირება გაავრცელეთ ყველას. სამკერვალო საწარმო LG-ში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივით მათ წარმოების გაფართოების შესაძლებლობა მიეცემათ. იხსენებენ იმასაც, რომ DGG-სგან გათავისუფლების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს წერილობით არაერთხელ მიმართეს. წუთოვან გადასახადზე ვმუშაობთ. ერთი წუთი არის ჩვენთან 5-6 ცენტი, რომელიც ეს 5-6 ცენტს ვანაწილებთ 57 ქალზე. ამდენად ხარჯები არანაირად არ ეყოფოდა ამას, ეს რო არ მიეღოთ ეს შეღავათი და ჩვენთვის რო არ გაეწიათ. ეს არის ჩვენი სტიმული და გაფართოება აუცილებლად ელოდება ამ ფაბრიკას. მთავრობის წევრები ფიქრობენ, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს და ექსპორტის უდას ხელს